გიორგი ანთაძე, ჯოკეისის მკვლევარი, მოგესალმებით გიორგი. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და დავიწყოთ საუბარი ამ ბოლო საკითხიდან. თქვენთვის რას ამბობს პრემიერ-მინისტრის ეს აბსოლუტურად თვითონ განცხადება, ხო? რას ნიშნავს ვინ წარმოგიდგენთ, ხო, პრემიერ-მინისტრი ქვეყნის გამოდის და ამბობს ოპოზიციის ლიდერზე, რომ მასო ინფორმაციასო ჩვენი ყოფილი წევრები აწვდიდანო დღესო, იმიტომ რომ ლევან ხაბეშვილმა რას თქვა, ყველაფერი გამართლდა. ხო, ერთმანეთს დაცხეს იქ მთელი ამბავია ფულის მოტანას თხოვენ ასე შემდეგ და გამოდის არც ახლა ამის დისკრედიტაციის მიზნით მოიგონა ეს თუ მართალი არის თან უწყისი მაგ ნახი ხელფას აძლევდენო ქართულ პორტუგალებს ხო მე მგონი ახლა შენც აქვს ამ დროსთან საუბარში ფაქტობრივად ყველაფერი განიხილეთ რაც შეიძლება ითქვას და რა შეფასება შეიძლება გაკეთდეს ზოგადად ჩემთვის პირადად თუნდაც როგორც არა მარტო მოქალაქისთვის არა მარტო როგორც სპეციალისტისთვის ეს არის რაღაც სახელმწიფო აპარატის უსაფრთხოების არქიტექტურის ეროვნული უსაფრთხოების ინსტიტუტების აბსოლუტური დეგრადაციის მაჩვენებელი. ჯერ ერთი რომ თუ ესეთი რაღაცა ხდება ეს ხო ცალკე პრობლემაა, მერე მეორე აქ სად არის რა ქვია ლეგალური ნაწილი, რამდენად კანონითაა ეს ყველაფერი ხო ხდები მერე პრემიერ-მინისტრი ამაზე ღია ეთერში საუბრობს. საერთოდ რა ფორმით, ანუ რა დაშვებით მივიდა ეს მასალა თუ გავუშვებით რომ მართალია ეგ ვარიანტი გამოდის რომ ლილუაშვილი ხო რომ მივიდა ახალი ადმინისტრაცია სუსის იმაში და ნახა რომ იქ აჩვენა მაიქ საინტერესო ეგ სხვა ისინიც უნდა იყოს უწყებები როცა როგორც სხვა ასე თქვა ეგრეთ წოდებულ ექსპერტებს და ასე შემდეგ სად რა ერიცხება ესეც საინტერესო იქნებოდა საზოგადოებისთვის ვინც ასე თქვა პარტიულ პროპაგანდას ემსახურება და ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს. იქ ერთი უწყისი არ იქნებოდა. ხო, რა თქმა უნდა, მათი მომხრე ექსპერტები. ეს ერთი ის არის ერთხელ, ერთი ველი არის ამოღებული. თუ გავყვებით იმას, თუმცა ამაში არაფერი სასაცილო არ არის. სინამდვილეში კიდევ ერთხელ სერიოზულად რო შევხედოთ, ну, რა ვიცი რა, სახელმწიფო ინსტიტუტები რითი არიან დაკავებულები, ანუ მე მგონი საქართველოში მილიონი სხვა პრობლემა არის, რომ ამაზე საერთოდ ახლა ბოლო კვირაები ჩემ თავსაც ვიჭერდი ხა აქაც რომ მოვდიოდი რა სტუმრად ერთი და იგივე თემებზე ფაქტობრივად აი სხვადასხვა ყურის გამობეთ და სხვადასხვა ხუნდა რამდენი ხანი უნდა ვილაპარაკოთ და აი ამ საინფორმაციო ველით აი ამ უკიდურესად დაბინძურებული საინფორმაციო გარემოთი როდემდე უნდა ყვებადეს პირველ რიგში მართველი ძალა რა იმიტომ რომ მუდმივად რაღაცა რეაქციულ რეჟიმში ვართ ჩვენ საზოგადოებაც სამწუხაროდ ეს მათ ამ თვალსაზრისით ჭყალებში თუდად არ მეტყველებს, იმიტომ რომ მუდმივად გვაცხოვრებენ ფაქტობრივად უბრალოდ შემთხვევაში მათი საინფორმაციო დღის წესრიგით, რომელიც აი ამ რა ვიცი ანტიდასავლური რიტორიკის გარდა უამრავ სხვა სიტუაციაში ესე იგი არ უშვებს შანსს რომ რაღაცა დარტყმა არ მიაყენოს რა ქვია ოპოზიციას, საზოგადოებას ხელახლა რაღაცა აჟიტირება არ გამოიწვიოს, ძირითადად ერთი კვაზი რაღაცა კონსერვატიული თემებით ეგრეთ წოდებული რაც იგივე ამ LGBT თემასთან მიმართებაში ხდება და ევროკავშირში ასე თქვათ რომ მადლობა უნდა უთხრათ რომ არ გავთხოვილი ვართ აქამდე და რაღაცა როგორც ერთი პოსტი შეხვდა სოციალურ ქსელში მადლობა მთავრობას რომ ლედი გაგა არ გავხდიო რა ესეთი ის იყო და ალბათ მადლობა უნდა გადავიხადოთ ანუ სინამდვილეში გარე დამკვირვებლისთვის ეხლა ვინც საქართველოში ამოვლენებს უყურებს არ ვიცი რა, ალბათ ფსიქიატრისა და ფსიქოლოგების და რაღაც ამ დარგის სპეციალისტებისთვის ძალიან ისეთი საინტერესო кейსი ვარ შესასწავლად, რომ რაღაცა ეროვნული ისტერია გვჭირს უკვე ამ ყველაფერთან დაკავშირებით და იმის მაგრად რომ ქვეყნის განვითარებაზე რაღაცა რეალურად საჭიროებო საკითხების გადაწყვეტაზე იყოს ჯელობაზე რაღაცა ჩვენ პროფესიული კუთხით საუბრობდით სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებზე, ერთი და იგივე სუტრიალებთ უკვე რამდენი თვე არის და ამ ყველაფრის ფონზე რა ვიცი ამ ტრიალს რა უჭირს იმაზე მიდგა საქმე რომ ის სიკეთეები რა ჩვენ ბოლო წლებში თანამხელისუფლების პირობებში ხო მივიღეთ და ასე ვზეიმობდით და აბსოლუტურად გულწრფელად და დამსახურებულად ყველას გვიხარო და უცებ აღმოჩნდა რომ ეს ყველაფერი თურმე ცუდია და მავნია და ეგზისტენციალურ საფრთხეს გვიქმნის და ჯერ საერთოდ ვერ გავიგეს რა არა თანმიმდევრულობა არის თუ 5 წლის წინ ასეთ საშინელ იმაზე რა ქვია კურს ვედექით ესე დიდი საფრთხეები იყო მაშინ სად მიყავდი რომ მიყავდი როგორც უნდა პოლიტიკურ ძალას ხო და მართლ გუნდს და მატყუებდი მაშინ თუ უბრალოდ ამ მომადა deep state-ის გააქტიურებამ გამოიწვიეს ну საერთოდ ნიშნით ამ თემასაც რო დაუბრუნდა იქ ანდრომ თქვა და მე აბსოლუტურად ვიზიარებ რომ დიდი იმედი მაქვს რომ ეს არ მივა
ვიზა ლიბერალიზაციის შეწყვეტამდე საერთოდ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, იმიტომ რომ მე მაინც უფრო ისტორიულ ჭრილში ვუყურებ რა. გასაგებია რომ ბოლო 2-3 წელი ძალიან მძიმე სიტუაციაა ქვეყანაში, სამოქალაქო საზოგადოება თვითონ დემოკრატიული პროცესი ქვეყანაში უმძიმესი გამოწვევისა პირდაპირ დარტყმის ქვეშ, მაგრამ ეხლა ისტორიულ ჭრილში რომ შეხედო, იმისთვის ასაც ჩვენი სახელმწიფო საზოგადოება იბრძვის, ხო? ხა ეს არც ეს რა ქვია მართველი ძალა და არც ვინც ეხლა სათავეშია, ვერავინ მარადიული ვერ იქნება კი არა, მე დარწმუნებული ვარ გარკვეული დროის ამბავია ცვლილებებს. ერთადერთი მუდმივი რაც არის ხელისუფლებას უნდა მარადიულად იყოს. არაფერი ესე მუდმივი როგორც ცვალებადობა. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება. აქედან გამომდინარე მე ევროპელების ადგილზე უფრო გრძელვადიანად შევხედავდი საქართველოსთან და რეგიონთან ურთიერთობას. რა ის რომ დღეს ესეთი ბევრი ფაქტორის გამო, მათ ჩვენ ქვეყანაში შიდა პოლიტიკის გამო, გარემოს გამო, გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო, რომ ძალიან გართულებულია და ესიც მესმის, რომ გარკვეულწილად პრესტიჟიც არის რა ევროპელების, რომ ანუ ამ საქართველოსაგან, ანუ გაატარონ ყველაფერი ხო წარმოგიდგენია და იგივე სხვა კანდიდატი სტატუსის მქონე ქვეყნებთან მიმართებაში შეიძლება გარკვეულწილად არასამართლიანად ჩანდეს, ხო? რომ აბსოლუტური რეგრესის ფონზე საქართველოს მაინც რაღაცა ის შეუნარჩუნონ. ეს გასაგებია ყველაფერი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თუ ისინი თვლიან და მე დარწმუნებული ვარ ამაში, ოდნავ ეჭვი არ მეპარებობს საქართველოს თავისი ისტორიული დნმ-ით არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. ეს ასე იყო ისტორიულად და ჩვენი ადგილი ევროპაში არის. აქედან გამომდინარე, თუ ეს ორმხრივი ხედვა არის და ორმხრივი ძალისხმევა, ცოტა სტრატეგიულად, ცოტა გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა შეხედონ ევროპელმა, რამე ისეთი გამოუსწორებელი ზიანი არ მოგვაყენონ ამ პროცესს, ისეთი დისკრედიტაცია თუნდაც არ გამოიწვიონ, ან მე ხელახლა მექანიზმების ამუშავებაც არ იქნება მე რა მარტივი ჩვენ თუ ძალიან დავიხიეთ მე უკან პროცესში, ხო? ძალიან ბევრი ბიუროკრატიის ხელახლა გავლა დაგჭირდება, რომელიც კაცმარიც ამ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ესეთ ხელსაყრელ ფანჯრას კიდე როგორ შეგვიქმნის. ამიტომ ძალიან ბევრი რამე დევს რეალურად სასწორზე. და ამ ყველაფერს ესე მე არ იმას ვკრავდი ხელს, რაც არ უნდა რთული სიტუაცია გამოიწვევს, ხო, ამ უიზოს შეწყვეტამ შიგნით დემოკრატიისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის ბრძოლა მაინც პირველ რიგში ჩვენი საქმე არის რა. მესმის გარე აუდიტორის დახმარება, თუ სანქციები იქნება, მხარდაჭერა იქნება, მაგრამ პირველ რიგში თუ ეს საზოგადოება თავმოყარე, თუ ჩვენი ქვეყანა მოსახლეობა თავმოყარე, თითოეულმა ადამიანმა, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იბრძოლოს მისი მოქალაქეობის და უფლებების დასაცავად და ეს ხდება რუსთაველზე, ხო? ყველაფერი ხო მთავარი ფუნდამენტი რუსთაველზე დგას. და თუ ვინმე პოლიტიკური აქტორია საქართველოში და სიკეთე უნდა ქვეყნისათვის, უნდა იფიქროს იმაზე, ოპოზიციას გულისხმობ პირველ რიგში, როგორ გააძლიეროს რუსთაველზე არსებული სიტუაცია. ოპოზიციაზეც ვისაუბრებთ აუცილებლად, რეკლამა გვაქვს და რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით ეთერში. სახელმწიფო აგრძელებს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს. მავნებლის დროული იდენტიფიცირებისთვის მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. ფაროსანას გავრცელების არეალში ფართობები სპეციალიზებული ტექნიკით მუშავდება. სასოფლო-სამეურნეო კულტურების დასაცავად და ეკონომიკური ზარალის თავიდან ასაცილებლად უმნიშვნელოვანესია ფერმერების ჩართულობა. გამოიყენეთ სპეციალისტების მიერ რეკომენდებული პრეპარატები და უსაფრთხოების წესების დაცვით ჩაატარეთ აგროღონისძიებები. დავიცვათ მოსავალი. ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას. ეროგრა ერექციული დისფუნქციის სამკურნალო საშუალება. ეროგრა გაგაოცებს. გამოყენებისას გაიცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. ზენაზეა სელფის სულიმიტო სამყარო. აიღე სელფის ახალი ნომერი და სულ რაღაც 20 ლარად უსასრულო მესიჯები მთელ სამეგობროს. სალაპარაკო დრო აღარასოდეს ამოგეწურება. იბოდიალებ ინტერნეტში რამდენსაც გინდა. ყველაფერი ულიმიტო ხელიდან არ გასაშვებ ფასად სელფის ახალი ნომრებისთვის. ისარგებლეთ ყველაზე დაბალი ფასებით თერმოცენტრში. აირფელის ინვენტორული კონდიციონერი 999 ლარად. სკვირელის პრემიუმ ხარისხის გათბობის ქვაბი 1299 ლარად. ელდომის ელექტროწყლის გამაცხელებელი 350 ლარად. გეოდებით თბილისში, ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში. თერმოცენტრი. ხელოსნების რჩეული ბრენდი.
ყველაფერი ულიმიტო მაგთისგან. ულიმიტო ინტერნეტი, ულიმიტო წუთები და ულიმიტო SMS-ები. აირჩიე სასურველი ვადა 1, 3, 7 ან 30 დღიანი პაკეტი. ჩაირთე მარტივად აპლიკაციით My მაგთი ან შესაბამისი კოდით. მოგიგია დასრულებული ბინა. ერთი, ორი, წავიდა. ამზაკი გამოში გოვი. ბატონო. Თან პირდაპირ ერთში ექსკლუზიური, უკვე დავუტრიდი ისე ვუდგები. აი მასპინძელის აქ არის. რამდენი ადამიანისთვის აღიწერია ცხოვრებაში ბევრი ნულის წინ ერთი. ამიტომ დავუწერე დღეს შენთან არის. დიდი მადლობა მასპინძელის საქმეა. აჰა, აი პასუხი. გადაცემის გენერალური სპონსორია ავტობანი. უმაღლესი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებისა და სერვისის 29 წლიანი გამოცდილება. გადაცემის გენერალური სპონსორია უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia. რუბრიკის წარმომადგენია ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია. რუბრიკის წარმომადგენია ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია. რუბრიკის წარმომადგენია საქართველოს ბიზნეს ასოციაცია. რუბრიკის წარმომადგენია K-Call, პირველი 24 საათიანი აუთსორსინგული კონტაქტ ცენტრი საქართველოში. ლიდერი ქალები ქმნიან მომავალს. რუბრიკის წარმომადგენია New Vision უნივერსიტეტი. Așa ჩვენ დავბრუნდით ეთერში და ჩვენ შემდეგი სტუმარი არის, როგორც გითხარით, გიორგი ანთაძე, Geocase-ის მკვლევარი და ჩვენ საუბრობთ ხელისუფლების გზავნილებზე, რომელიც შეეხება ვიზა ლიბერალიზაციის თემას, ისიც რომ დავდექით საფრთხის წინაშე, რომ შეიძლება ვიზა ლიბერალიზაცია გაგვიქმონ, მაგრამ ხელისუფლებამ შეიმუშავა რაღაც PR კამპანია მის წინააღმდეგ, პრემიერ-მინისტრი გვეუბნება, რომ არაფერიც არ არის ვიზა ლიბერალიზაცია. მაშინ, როდესაც რამდენიმე წლის წინ თავად ის ამბობდა, რომ ეს არის უდიდესი მიღწევა და ასე შემდეგ, დღეს უცებ არაფერი აღარ არის, არ არის ეგზისტენციალური საკითხი, ერთადერთი ვიზების რიგში მოგიწევთ დგომაო და ასე შემდეგ და შემდეგ უკვე წამოვიდა ასე ვთქვათ გზავნილების მიაღვარი მის შესახებ, რომ აი რაღაც ოჯახურ ღირებულებებს გვინგრევენ და ასე შემდეგ, პლუს ომში გვითრევენ, ეს ძველი ნაცადი ხერხები. ამ და სხვა თემებზე ვსაუბრობთ გადაცემაში და ნაწილობრივ ვისაუბრეთ წინა ბლოგში ამაზე, ძირითადად უფრო ოპოზიციის საკითხზე ვისაუბრეთ და ლევან ხამეშვილის თემაზე, მაგრამ ახლა მინდა შენი აზრი მოვისმინო ვიზა ლიბერალიზაციის საკითხზე. ეს ვიზა ლიბერალიზაცია რამდენად მნიშვნელოვანია მართლა თუ ეთანხმები ხა კობახიძეს რომ დიდად არაფერიც არ არის და მარტო რიგში დგომას ნიშნავს ასე. ბუნებრივია არა, რიგში დგომას არ ნიშნავს. ეხლა ეს ეკონომიკური ბენეფიტი ხო მრავალშრიანი იმისაა, ჯერ ესეც პრესტიჟის ამბავია ქვეყნის და ის რომ საქართველოს ასოცირების შეთანხმებასთან ღრმა და ყოვლისმომცემ ვაჭრობის ხელშეკრულებას ამ ყველაფერთან ერთად, ოდესაც სახელმწიფო ესე არის დაახლოებული ევროკავშირთან, ეს მის მიმზიდველობას ეკონომიკური თვალსაზრისით სულ სხვა ასე ვთქვათ შინაარს აძლევს, ხო? ყველაფერს თავიდან უამრავი ხა ჩემს სოფელში, ჩემს გარშემო ვიცი ადამიანები, ვინც სეზონურად მიდის და მუშაობენ, აქვთ ეს ახლო კავშირები, ჩადიან ევროპის ქვეყნებში სამი თვით, ანუ ხო ხვდები ეს ძალიან კომპლექსური ის არის რეალობაში, რა თქმა უნდა, ძალიან ძიმეთ აისახება ეს ქვეყანაზე და ეს ყველაფერი ხა წეხარაზეც საუბრობთ იგივე ანდროსთან ეთერში, ხო ის რომ ტურისტულ ბიზნესს დაარტყავს, ეს ხო ცხადი არის. ის რომ ამდენი ვეღარც ფრენები იქნება, ის რომ ეს მთელი ბიზნესი მაგალითად რაც კოპიტნაირის აეროპორტის და იაფრენების გარშემო განვითარებული, ამას რომ
უზარმაზარი საფრთხე შეექმნება ესეც ხონათელი ანუ მე მგონი ძალიან ღრმა ეკონომისტობა და იმის ცოდნა ამ დარგში არ არის რა ქვია საჭირო პრემიუმისტი ამბობს რომ პერიკითო კაცო ხალხი გარბისო ანუ კარგიაო თუ გაგუქმებენ ახლა აქამდე მივედით რა ეს კარგია არ უთქვამს მაგრამ ეს იგულისხმებოდა აქ რო იყოს ეკონომიკური პირობების შესაბამისი ხო არავინ ასად არ გაიქცეოდა გასაგებია რომ ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაშიც კი აჩვენებს სხვა ქვეყნების მაგასიშველიებო სხვა ქვეყნების მაგალითები რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები რაღაცა თქვა ბალტიის ქვეყნების მათ შორის რო გაწერიადნენ რაღაცა მომენტში მაღალი იყო გადინება მოსახლეობის მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ისედაც და ასედაც ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე თქვა თუნდა მიგრაციის თუნდა ემიგრაციის და ასე რომ ეს საკითხი პირდაპირ რა თქმა უნდა მაგასთან არ არის დაკავშირებული არც ახლა წილოსანის განცხადება რომ მოვიტანოთ ხო რომელ ნიშნა და სამნიშნა ეკონომიკურ იმაზე არის დაზე საუბარი სხვათა შორის მარტო ეკონომიკური სიდუხჭის გამო არ არის ევროპა პანაცეა ხო იქ არის ევროპული ცხოვრების სტანდარტები ის რო ქუჩაში რომ მიდიხარო ის უყურადღებობის გამო პარაპეტი არ დაგეცეს თავში და არ მოკლას და კიდევ ბევრი სხვა საკითხი რომელიც ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ხვდებით ასე ყველაფერი მილიონი ანუ 20 შემდეგი კანდიდატის შემდეგ რა გველოდება რა რას გვაჭმევენ კაცმა არ იცის და ისიც ეხა რამე სტანდარტები თუ შემოვიდა ჩვენ სურსათის წარმოებაში ესეც არის ევროკავშირის მოთხოვნების დამსახურება ხო ის გაგვიფორმებს ასოცირების შეთანხმება და სავაჭრო შეთანხმება იქ მოითხოვეს სტანდარტები რა თქმა უნდა უამრავი სტანდარტები მართლა გქონდა ისეთი წარმოება რომელიც მარტო რუსეთის ბაზარზე თუ გავიდოდა და მაგრამ რუსეთის ბაზარზე სანამ გავიდოდა ჩვენ გვაჭრევდნენ ამას ხო ხა სკინტლის სკანდალი რო ატყდა ხა ამას ვინ დაუშვებდა ევროკავშირში რა თქმა უნდა რო გავიხსენე ხა სანამ ფაქტობრივად უკრაინის ომი დაიწყებოდა ეს რაღაცა ნიშნული რო ავიღო პარლამენტში მახსოვს ანგარიშებდა მოხსენებები იყო მიმართულებები ამ ხელშეკრულების ფარგლებს სადაც შესრულება მოთხოვნებს ჰქონდა ძალიან მაღალ პროცენტებზე რა მე გულისხმობ 70 80 გააჩნია 90 სფეროების მიხედვით ანუ ხალხი სახელმწიფო აპარატი მუშაობდა ამ ყველაფრის დაკმაყოფილებაზე და უამრავი სტანდარტი რაც ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებას უკეთესობას ხდის ამას ერგებოდით სამართლებრივი ცვლილებები შევიტანით ზოგიერთი წლების მერე უნდა ამოქმედებულიყო ანუ ეს იყო საქართველოს სახელმწიფო აპარატის ძალიან ჩვეულებრივი ყოველდღიური ცხოვრების წესი აი ბოლო ორმა წელმა ეს ყველაფერი აბსოლუტურად ამოატრიალა და აღმოჩნდა თურმე რომ აი აქამდე ესე პირობითად ვთქვათ 23 კანონების შემოტანამდე თურმე ამ ყველაფერს deep state იყო ჩასაფრებული ეთყობა და აი რომ დაჭირდა მე ხა უკვე გაიღვიძეს და გაუნათად გონება და თურმე მანამდე მარიონეტები იყვნენ ისინი რა ქვია თან იგივე თანამდებობის პირები რა ფაქტობრივად რომლებიც აი ამ ყველაფერს თავს იწონებდნენ ხო ეს ხო რეალურად ეს არათანმიმდევრულობა აჩვენებს მხოლოდ ერთადერთ საკითხს რომ დღეს არის უმთავრესი ამოცანა ძალაუფლების შენარჩუნება ერთპარტიული სისტემის დამყარება, იმიტომ რომ ის რეფორმები, რაც ჩვენ წინ გველოდებოდა, კანდიდატის სტატუსზე მოლაპარაკების გახსნის მერე და ის 35 კლასტერი, რაც შესასრულებელია, ის რომ შეასრულო, დაამთავრდა, ეგ ბუნებრივად გამორიცხავს რაღაცა არჩევნების გაყალბებას, ერთპარტიულ მართლობას, ან მუდმივად ხო ხდება, ეს არის გზა პირდაპირ. შენ ისიც აღარ ჭირდება, ხშირად უსმენ ხოლმე პარტიულ პროგრამებზე და იმებზე როცა არის საუბარი, რომ აბა იქ რაღაცა პირობითად, არ ვიცი, რა დაპირებაც არ უნდა იყოს. სინამდვილეში პარტიული პროგრამა კი არ გაწერილი გაქვს ეს პროგრამა, რაც უნდა გააკეთო, იმიტომ რომ შემდეგ მოლაპარაკებების გახსნის მერე ამ მანამდე პუნქტების დაკმაყოფილებას ეს 35 თუ 36 ფებრუარი, რომელიც ადამიანის ცხოვრების ყველაფერს გულისხმობს, მერაბ, სადაც აი ესე დონე უნდა დააკმაყოფილო ნებისმიერი მიმართულება, ჯანდაცვა, ეკონომიკა, ეკოლოგია, ადამიანის უფლებები ისე ვერ გადადიხარ შემდეგ დონეზე და ამ ყველაფერს რო გაივლი, მე ხარ უკვე ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. შესაბამისად, ამაზე მეტი სამუშაო რა გინდა? შენი ქვეყნისთვის არის, ხო? შენი, ანუ ხო და ეხა მე არავის არ შენი ქვეყანა რო გახდეს უკეთესი. მე არ ჩემს იმას რა ქვია, უკაცრავად უსაფრთხოდ რა ქვია. მაგრამ ეხა მოდი დავანებოთ ამას თავი, რომ იქ ეკონომიკას იმას თუნდაც მარტო მოგზაურობა ავიღოთ. ამ მოგზაურობის თვალსაზრისით განა ის იყო, რა ქვია, ნაკლებ მნიშვნელოვანი იყო. მარტო მოგზაურობას იმ ეკონომიკურ თვალსაზრისით კი არ არის საუბარი, ხო, ხა გასაგებია, რომ როცა შენ ტურისტულად გაძლევენ მოგზაურობის საშუალებას, ეს შენ ფულის შრომის საშუალებას კი არ გაძლევენ, პირიქით ევროკავშირში ფულის დახარჯვის საშუალებას გაძლევენ. მაგრამ ეხა იმ საბჭოთა კავშირს რომ მისტირის ხალხი თუ გახსოვს, რაზე მისტირის, ხო, აგერ ავიღებდი უცებ ბილეთს, გავფრინდებოდი მოსკოვში, პეტერბურგში, ხა იმის იქეთ ვერსად ვერ მიდიოდნენ და ამას მისტირიან
არიან და ანუ წარმოიდგინეთ თავი დავანებოთ ახლა ეკონომიკურ საკითხს. ხო ახლა საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანს ეს უვიზო მიმოსვლა რა მოიტანა? უვიზო მიმოსვლა მოიტანა იაფიანი ავიაკომპანიები, იმიტომ რომ მარტივი იყო ასე ვთქვათ, იაფიანი ავიაკომპანიები მოიტანა იაფი ბილეთები და ეხლა თქვა 37 თუ არა 37 ევროთ ზოგჯერ შეგეძლო მაგალითად ბილეთი გეყიდა თუ ადრე იყიდდი სანამ რამდენიმე თვით ადრე გაფრენამდე და მართლა აი მოსკოვში და პეტერბურგში კი არა გინდა მილანში გადაფრინდებოდი გინდა ბარსელონაში გინდა პარიზში ანუ საშუალო შემოსავლის ადამიანებისთვის გაჩნდა საშუალება რომ ეხლა მთელი ადამიანი რომ მარტო ის ხო არ არის ის ადამიანები ვინც თქვა სამსახურს ეძებს არიან ადამიანები ვინც საქართველოში დასაქმებული არიან საშუალო შემოსავალი აქვს და მთელი წელი რომ მუშაობ ადამიანი მარტო ხო მუშაობა არ არის ადამიანი არის მათ შორის დასვენება ხო კულტურული სურიერი ცხოვრება ხო არის ანუ ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარი კაცობრიობის ისტორიას მე რაც აქვს ეს არის ევროპული ცივილიზაციას და მასთან დაკავშირებული ისტორია ხო ჩადი მოიარე ამას ანუ წარმოიდგინე ხა ერთია ის ადამიანები ვისაც სამსახური არ აქვს და მათ ეძლეოდათ საშუალება რომ უვიზოთ ხა ყოველგვარ პრობლემის გარშე ჩასულიყვნენ იქ და მე თუ არალეგალად უდოდათ დარჩენა უფრო მარტივად ახერხებდნენ ამას ხა ამას უვიზო არ ითვალისწინებს მაგრამ როცა არალეგალად მიდიხარ იქ დასარჩენად ვიზით უფრო ნაკლები შანსი გაქვს ხო ვიდრე უვიზოთ ამას და თავი დავანებოთ უბრალოდ მოგზაურობას რო შევხედოთ ხო ხა ის ხალხი ვინც სამსახურს ეძებს ერთია და ვინც აქ დასაქმებულია საშუალება აი მაგალითად ბანკში რომ მუშაობდა ადამიანი აი ბანკის ოპერატორ გოგოს შეეძლო ერთ დღეს უბრალოდ ამდგარიყო მილანის ბილეთი ეყიდა წასულიყო დაესვენა 1-3-4 დღე ჩამოსულიყო და ეს რატომ გონია ვიღაცებს რომ ნაკლები სიკეთეა ვიდრე სამსახურის რაღაცა სამუშაო წასვლა მე მართლა ვერ ხვდები მე რა ძალიან მარტივი ჭეშმარიტებაა რა ადამიანის თვალსაწიერს პიროვნული გაზრდის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მაგათ რაც კითხვის გარდა და ინტელექტუალური აქტივობის გარდა ხსნის და ანვითარებს ეს არის მოგზაურობა. ეს არის სხვა კულტურასთან, სხვა ცივილიზაციასთან ურთიერთობა. რა თქმა უნდა, დღემდე გვახარდა დასვენება, ანუ დასვენება ადამიანის უფლება ხა მთელი წელი რომ მუშაობ და შენ გააქვს საშუალება მე ამ შენი ნამუშევარი ფულით წახვიდე პარიზში, წახვიდე ბარსელონაში, ხა ეს ვის დაესიზმრებოდა ხო საბჭოთა კავშირის დროს და 90-იან ხა მე რამდენიმე მეგობარი მყავს, რომელიც აი პირველი რასაც მეკითხებოდნენ ზუსტად რომ უვიზო ხო არ შეწყდება ანუ აი შიშით რატო იმიტომ რომ გამყვან ტურიზმში არიან ჩართული ჯგუფებს აგროვებენ მეორე საკითხია რომ გaqავთ საქართველოში ბევრი ადამიანი დასაქმდა მაგ კუთხით ანუ იმით კი არ დასაქმდა რომ ევროპაში წავიდა აქ გააკეთეს ტურისტული კომპანიები ჯგუფებს აგროვებენ მიყავთ და დაყავთ ევროპაში კი მაგ ადამიანებზე ძალიან წყდება გული იმიტომ ძალიან ბევრი ადამიანი მეს ვყავს მეგობრებში ესეთი ადამიანები ვინც მაგით ფულშოულობს რომ აორგანიზებს ტურებს პარიზში მილანში საერთოდ ხმას არ იღებს ხელისუფლების წინააღმდეგ და ამ ყველაფერზე და ეს რომ დაეკეტებათ მე როგორ არ მოიღებ მე ალბათ მეც არ მოიღებენ ხმას ჩვენ თავარი არ უნდა დაგვავიწყდეს რა ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია რასაც ახლა დეტალურად სხვადასხვა სფეროში საუბრობთ მაგრამ საქართველოს ცივილიზაციული არჩევანი რაც იყო ეს არ არის მარტო ლიტონის სიტყვები და ეს არ არის რაღაცა ბელეტრისტიკა ან რაღაცა ის რა თქვა მაღალფარდოვანი სიტყვები ჩვენი ადგილი ევროპულ ცივილიზაციასთან იყო და არის ჩვენ ვართ მართლმადიდებლური ქრისტიანული სახელმწიფო რომელიც მუდმივად იყო ამ სიცის ნაწილი ჩვენი ის არის რა ქვია კონსტიტუციაც არის ეს ყველაფერი გამყარებული ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ნებისმიერი ნაბიჯი რომელიც ამას აფრთხებს მარტივად ხომ ერთი მხრივ ანტიკონსტიტუციურია და ეს არის ისტორიული არჩევანის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და კიდევ ერთხელ ყველას მოუწოდებ დაფიქრებისაკენ იმიტომ რომ გავიმეორებ არაფერია ესე მუდმივი როგორც ცვალებადობა აუცილებლად შეიცვლება რაღაცები როგორც შიგნით ისე ქვეყნის გარეთ და მათ შორის ევროპელების ადგილაცაც ამიტომ სურვილი მაქვს და მოლოდინი მაქვს რომ არ გადადგავენ ამ ნაბიჯს იმიტომ რომ უფრო პერსპექტივაში და რაღაცა გრძელვადიან პერსპექტივაში შეხედავენ მთლიანად არა მარტო საქართველოსთან რეგიონთან ურთიერთობას თუ როდესაც ჩვენ უყურებთ აქ რომ თურქეთი ისე დღეს კიდევ გაკეთდა ხო გუშინ განცხადებები რომ ევროკავშირთან საკითხია ხა თურქეთი რეალურად გახდება თუ არა მაგალითად ევროკავშირის წევრი ან მას რა გზა დაჭირდება მაგრამ ამ ცვალებად პროცესებს ხო უყურებთ ჩვენგან სამხრეთში რაც ხდება და საერთოდ არ გამოვრიცხავ ისტორიაში თუ რამე უნდა თქვა არ უნდა თქვა არასოდეს არ გამოვრიცხავ რომ მართლად ადგეს საკითხოდეს ამიტომ ევროპამ ამ თვალსაზრისითაც უნდა გრძელვადიანად შეხედოს თუნდაც ფართო რეგიონულ კონტექსტში რომ საქართველოს დაუტოვოს ის არხები რაც მას საშუალებას მისცემს არ მოწყდეს ევროპულ სივრცეს ამიტომ ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ უვიზო შეწყვეტამდე საერთოდ არ მივა საკითხი რა. ხო, და საბოლოო ჯამში აი ეს რაღაცა ნელ-ნელა მივდივართ, ხანდელი წელი დაგჭირდა ამ ყველაფერს ერთი ხელის მოსვლით ვანადგურებთ.
მაშინ რატო ვაკეთებდით ამას? რატო მივისწრაფოდით ევროკავშირში? დავჩენილიყავით დსთ-ში და რუსეთის რა ქვია, ფთის ქვეშ. ანუ მან ხოიცი როგორი პასუხი მეორე იდეოლოგიური მხარდაჭერა, ვინც ასე თქვა უწევს ქართული ოცნების ამ ხაზს, ისინი იძახიან, რომ ეს იყო ლიბერალური, ასე თქვა, ელიტების მიერ თავს მოხვეული რაღაცა დღის წესრიგი, მათ შორის საგარეო პოლიტიკური ტრანსფორმაციის ქვეყნის ფორსირებული რაღაცა ამ ლიბერალური ღირებულებით, რომელიც ჩავა და არ გამართლა იმის ფონზე, რომ ზოგადად ლიბერალიზმი არის ეგზისტენციალურ კრიზისში, ასე ვთქვათ, და ეხლა ისინი მარცხს რო განიცდიან. აი ტრამპის პასუხი ეს არის, რომ ეს ინსტრუმენტები გაუქმა, ეს რა ქვია, USAID-ი, ასე შემდეგ. ეს ერთიანი რიტორიკა, რომელიც ძალიან გავს რიტორიკას, რომელიც ჩრდილოეთის ჩვენს მეზობლიდან თითქმის ყოველ დღეს მის ტელევიზორში მაგალითად. ასე რომ მაგის გამართლება ეგეთი აქვთ ამ ადამიანებს, რომელთაც ამ პოლიტიკას ხარს უჭერენ. აი ეს იხსნიან შენ შეკითხვაზე პასუხს, რომ ის ისტორიული ეს ხო რაღაცა თავს მოხვეული, გაუცვით ცნობიერებული ერთის მხრივ ხალხის მიერ რაღაცა ეს არჩევანი. არა თავს მოხვეული რა არის რუსეთის ორბიტაზე. რა თქმა უნდა, ეხა ეს არის ხოლმე უტრირებული. როცა საუბრობთ, რომ გვაქვს ორი არჩევანი, ხო, რეალურად ორი არჩევანი გაქვს. ხო, ეხა მარტო არავინ არ დაგტოვებს. ანუ თუ შენ არ იქნები ევროპასთან და დასავლეთთან და დარჩევი მარტო, რუსეთი მოვა და გადაყავებს. ხო, მარტო ვინდა აი წარმოიდგინე ხარ, რომ ცხოვრობ ტაცებელის გვერდით, ტაცებელის ბუნაგის გვერდით და შენ თუ იქ მარტო დარჩები, იმის იმედად რომ ეს ტაცებელს ერთ დღეს არ მოშივდება და არ გადაყლაპავს და აი ამის იმედად როგორ არიან ეს ხალხი მართლა მაინტერესებს და ჩვენ არც ევროპა გვინდა, არც რუსეთი გვინდა, ვიქნებით ჩვენთვის და როგორ იქნებით? აქეთ მტაცებელი ყავს. არ ვიცი, იქეთაც მტაცებელი, სამეზობლოში სულ მტაცებლები ყავს. რუსეთი კი არა, შეიძლება ერთ დღეს მეზობელმა გადაყლაპოს, აღარ ვიტყვი რომელმა. შესაბამისად, ეხა აი ამის იმედი და ამას სერიოზულად გიმტკიცებენ ადამიანები, რომ არც ევროპა მინდა, არც რუსეთი მინდა და ვიქნები მარტო და მარტო როგორ იქნები? ერთ დღეს რა გარანტიას მაძლევ რომ არ გადაყლაპავს მტაცებელი? არაფერი მარტივად რა, ვინ ჩვენ არ შეგჭამს, ცოტა რომ მოძლიერდება. არ მოусმენს ან გადაცემას, გაიხსენოს, გადახედოს საქართველოს ისტორიას რა, რამდენჯერმე მithქვას და გავიმეორებ. ყოველთვის ჩვენთვის ძალიან უბედურად ვთავრდებოდა სიტუაცია, როდესაც აქ ერთი ჰეგემონი შემოდიოდა ხოლმე რა. იყო რუსეთი, ან არ ვიცი, თავისუფლზე თურქეთი, ირანი, ხო? საქართველოს სიტუაცია ასე დროს იყო ძალიან მძიმე ხოლმე. ბოლო იყო რუსეთი, ანუ როდესაც კავკასიაში მშვიდობა ფაქტია, ისტორიულ ჭრილში ესე არის, რომ დგას ამ მრავალი ძალის ბალანსზე რა. რამ შემთხვევაშიც კი აქ რომელიმე ერთი დიდი მოთამაშე შემოდის, ჩვენ ყოველთვის ზარალდებით ხოლმე აქედან გამომდინარე და რა ვიცი, ხა რუსეთის ის ორბიტაზე მოხვედრა თან ისეთი მძიმე სიტუაციაში, რომ ეხა იმყოფება, არაფერს ასიკეთოს არ მოგვინტანს, კაცმარიცის ჯერ კიდე უკრაინის ომიდან როგორ გამოვა. უკრაინას თუ თავი დავანო, თითო რუსეთი როგორ გამოვა ამ ომიდან ეკონომიკურად თუნდაც რა. ასე რომ ესე უკვე მძიმე სიტუაცია აქვს მაკრო ეკონომიკურად. ყველაფერს თავი დავანებოთ რა. მოდი საბოლოოდ გავცოთ მე რა, ანუ მოსახლეობა უკან გვინა თუ არა დემოკრატიაში ვიცხოვთ ამ ქვეყანაში. სადაც ხელისუფლების ცვლილება იქნება, კრიტიკა იქნება შესაძლებელი, ანგარიშვალდებულება იქნება, გამჭვირვალობა იქნება, სადაც პასუხს მოთხოვ ჩინოვნიკს იმაზე, რომ რაღაცას დროზე არ გააკეთებს. ესეთ ქვეყანაში გვინდა თუ რაღაცა იმ არა და ამა თვითონ დაიწყეს რომ ხა აი ჩინეთთან დავლაგდებით, ამათ გონიათ რომ რუსეთთან რომ ჩვენი გადაყლაპა მოიგდებას, ჩინეთი გაუძებს წინააღმდეგობას რუსეთს. ჩინეთი ძალიან განსხვავებული მაინტერესებს. მე რა ძალიან განსხვავებული სტრატეგიული კულტურის მატარებელია. ჩინეთი ხმასაც არ მოიღებს, ევროპა და დასავლეთი ხმას მაინც ამოიღებენ. ესენი ხმასაც არ მოიღებს. მოკლედ ჩვენ დროს ძალიან გადავაჭარბეთ. მადლობა დიდი. გემშვიდობებით 1 საათით 9:30-ზე დაბრუნდებით გადაცემით პოლიტიკური სივრცე.